კონსტიტუციური ცვლილების პარალელურად, რაც რომ საინტერესო დისკუსიები არის და მნიშვნელოვანი არის, რომ მხარდაჭერა არის საზოგადოებისგან და რა თქმა უნდა ამ მხარდაჭერას ჩვენ ჩავიტანთ და გავაცნობთ საქართველოს პარლამენტს. სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით არის ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომ შეჩერდეს ეს კანონი. თქვენ რას უპასუხებდით? რა ძალა აქვს აი ამ რეზოლუციას ოპოზიცია? ზოგადად რაც შეეხება ამ რეზოლუციას, ხა მე მგონი უკვე ჩვენ მოსახლეობა შეჩვეული არის, რომ არის გარკვეული ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც ხედავთ, რომ კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში და წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში და ფაქტობრივად გაწია ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის ზუსტად აი ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ჩვენ ხედავთ ხოლმე ტელეეკრანებზე. ეს ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტში აღმოჩნდნენ, რომ მათ ლობისტები უმზადებენ, ამერიკელი ლობისტები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის და ჩანს პირდაპირ აქ საქმე გვაქვს ჩვენს არაკეთილ სინდისიერებას გარკვეული ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან. სამწუხარო არის ის და ამავე დროს რაც შეეხება რეზოლუციას, კიდევ ერთხელ ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ესეთი ჩანაწერები ადრეც ჰქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ყველაფერი აქ არაფერი სიახლე ამ მხრივ არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ და ცდილობენ რაღაცნაირად ეს ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვს ევროპარლამენტში გამოიყენონ იმისთვის, რომ თავს დაესხმან ქართველ ხალხს. სამწუხარო არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებული არის იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის ამ შემთხვევაში დეპუტატის მხრიდან ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს, ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალებში, ვინაიდან როდესაც ვხედავ ჩვენ რომ ევროპული ინსტიტუცია თავს ესხმის ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა ეს იწვევს ნეგატივს ჩვენს მოსახლეობაში და აზიანებს თავად ევროკავშირის სახელს. ბატონ შალვა, თქვენ თუ იცით და ალბათ უნდა იცოდეთ, თქვენი სიმაღლე ნაციონალური მოძრაობის სიტყვა დეპუტატი და ასევე ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ამის უნდა დაკავშირებით. ფრაქციის თავმჯდომარე არ მგონი რომ ყოფილიყო. ფრაქციის წევრი იყო მე როგორც. კი, იქნებოდა. ხო, კი იყო. ფრაქციის წევრი იყო და დეპუტატი იყო ნაციონალური მოძრაობის სიტყვა. ამის უნდა დაკავშირებით. რა უნდა ვთქვამე? გაგინოთ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და რა პრობლემა შეა. ამის ძლიერი ამ ყველაფრის და ნამდვილი დეკლარაცია ყოველ შეფასებით ნაწილში დღეს ასე იმიჯნები და თქვენი ოჯახიც კონკრეტ ყველა იმ იდეის იყო, რომელსაც დღეს ასე აკრიტიკებთ და ასე ხوار შეიძლება ხალხი ასეთ დონეზე დაშვება და ასეთ საკითხებზე კითხვების დასმა არანაირად არ არის. მაშინ არ იყო ჩემი სიმაღლე, თუ მაინც დამეწა გაინტერესებთ, არ ვიცი. ბატონო შალვა, რეზოლუციის როგორ გაინფორმეთ, აი აქ წერია, რომ ესე იგი თქვენ ერთ ლარად იყიდეთ მიწის ნაკვეთის სიღნაღში. როგორ გეტყვით მაშინ სამწუხარო არ უყურეთ კარგი სარგებლოებით. გეტყვით. უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება ამ დეზინფორმაციას, რომელიც ბათუმელებთან ერთგაზრდმა გაავრციელა, ნახეთ თქვენ რომ ბოდიშის მოხდა მოუწიათ ამის გამო. ასე რომ ეს არის არა სხვა დეზინფორმაცია რაც შეეხებოდა ის არის ტყუილი და მოუწიათ ამას ბოდიშის მოხდა თითქოს სახელმწიფოსგან რაღაც ქონება იყიდა და ასე შემდეგ. სინამდვილეში ასე შეეხება საქმე კარგადაც ნახეს კიდევ ასე მოუწიათ ამის უარყოფა არ არის კავშირში ეს არ არის სახელმწიფოსთან ქონების შესყიდა და ასე შემდეგ. ეს არის პაპაჩემისეული ჯერ კიდე ასე ვთქვათ მიწა, რომელიც პაპაჩემს ჰქონდა, მე და ჩემ ბიძაშვილს ერთად ჰქონდა, ამაზე არის საუბარი. ერთლარად იმიტომ არის, რომ ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება იყო წლები, ჯერ ჰქონდა იჯარა გამოსყიდით, შემდეგ რამდენი წელი გავიდა უკვე აღარც ვიცი, ალბათ 14 წლის წინ შევისყიდეთ. და იყო თანასაკუთრება ჩემი და ჩემი ბიძაშვილის პაპაჩემისეული ჯერ კიდე მიწა ასე ვთქვათ იყო თანასაკუთრება და შემდეგ მოხდა ამისი გამიჯვნა და ვინაიდან ჩვენ ერთობლივად ფლობდით და ერთობლივი ხარჯი ჰქონდა
ამიტომაც გაინიშნეს და ვიზა რაც ლიბერალიზაცია. ფაქტობრივი მდგომარეობა ბატონო შალვა. ის დაარეგისტრირდა რეესტრში. ასე რომ სამწუხარო არის უბრალოდ რომ ზოგიერთი მედია განსაკუთრებით ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება, რომელიც შესაბამისად დაარეგისტრირდა და ნასყიდობის ხელშეკრულებით არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხარჯები ჩვენ ქონდა საერთო, ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება და ამისი დაარეგისტრირება მოხდა. სამწუხარო არის ის, რომ ის მედია საშუალება, ნეტგაზეთი და ბათუმელებს გულისხმობ, არის ზუსტად ის მედია საშუალება, რომელიც მალავს თავის დამფინანსებლებს, სავარაუდოდ ფინანსდება ევროპის დემოკრატიის ფონდიდან და ამერიკული დემოკრატიის ფონდიდან. აი ეს ის ორი ორგანიზაციაა, რომელიც ფარულად აფინანსებენ საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს და როგორც ჩანს, ზუსტად ეს ორი ორგანიზაცია, დონორი იყენებს ახლა მედია საშუალებას იმისთვის, რომ თავს დაესხას საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ რაიმენაირად ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, ვინაიდან ეს კანონპროექტი რა თქმა უნდა მათ გამჭვირვალობას ეხება მათ შორის და არ უნდათ რომ იყვნენ გამჭვირვალები. ასე რომ ეს არის მაგალითი ვიზა ლიბერალიზაცია არის ერთ-ერთი პუნქტი იმ ევროპარლამენტის რეზოლუციაში და რა ბერკეტები არსებობს შეიძლება თუ არა რომ მართლა მოხდეს ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვა ან შეჩერება. იმიტომ რომ ეს ძალიან მკვნეული თემაა საზოგადოებისთვის. ახაც რომ გადაიხედება ვიზა ლიბერალიზაცია, ასევე რეალური არის შეიძლება დაწესდეს სანქციები, რა ძალა აქვს რეალურად და რა შეიძლება მოხდეს. ამ თემაზე რომ არ არის აუცილებელი რომ ყველა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი ამას. მარტივი უმრავლესობა საკმარისი იქნება რომ ამ მიმართულებით შეიძლება გადაიხედოს და შემდეგ შეჩერდეს. იგივეა 15 ადამიანი არის, ანუ რამდენიმე ადამიანი არის საჭირო იმისთვის, რომ შეჩერება, ანუ ხმა მიცენ ამას საკმარისი არ არის, ანუ საკმარისი არის 15 ადამიანიც, რომ ამის შეჩერებას ეს არის ჩვეულებ კიდევ ერთხელ არის იარაღად გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინსტრუმენტების ამ შემთხვევაში რეზოლუციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ერთადერთი მიზანი არის ევროპარლამენტარები თავად არიან მართველ საბჭოში, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდის. ეს ის ფონდია, რომელიც საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზებას აფინანსებს ჩუმად, რომელიც საქართველოში პარტიებს აფინანსებს ჩუმად და ზუსტად მათ ამ დეპუტატების ინტერესში არის, რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული და ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში გამოიყენონ ქართულ ხალხზე თავდასასხმელად. ამიტომ ეს არის სწორედ იარაღად გამოყენება რეზოლუციების, რა თქმა უნდა, ამას არანაირი ძალა ამ რეზოლუციას არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართულ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე თუ რა დამოკიდებულება აქვს მათ ქართველი ხალხის მიმართ, რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ეს ნახსენები ქართული ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და იმ დეპუტატების, ვინც ახლა რუსულ კანონზე მუშაობენ და შეიძლება მხარე დაუჭირონ ქართულ ხალხზე არის ეს. არანაირი საფრთხე, არა. როგორ გითხართ ახლა რომ მიხაილ ისიც წერია რომ მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლდეს და ბევრი რამე წერია შიგნით, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არის საქართველოს მოსახლეობას არაფერი არ ემუქრება ამ ხრივ. ეს არის რამდენიმე ქართულ ხალხზე გაბრაზებული დეპუტატი, ევროდეპუტატი, არაფერი არ ემუქრება, არაფერი არ გაუქმდება, მაგას გეუბნებით ახლა რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ ბწყენა არის ქართული ხალხის მიმართ, რამდენიმე კვირაში ეწურებათ მათ მანდატი, სულ დარჩათ 4 რამდენიმე კვირა თუ თვე, ივნისში არის არჩევნები, ასე რომ ეს არის ბოლო ასე ვთქვათ, გაბრძოლება იმისთვის, რომ ქართულ ხალხს რაღაცნაირად სიტყვიერად თავს დაესხა. მეტი აქ არაფერი. 29 აპრილს 29 აპრილს არის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება ისევ გამჭვირვალობის კანონი. ყოველ შემთხვევაში ასე ვრცელდება. რა მოლოდინები გაქვთ? იქნება თუ არა იმ დღეს ამ კანონის განხილვა? რა მოლოდინი გაქვთ? ოპოზიცია რას მოიმოქმედებს? უპირველეს ყოვლისა ჩვენ თუ ჩანიშნავთ, აი ზუსტ პასუხი რო გითხრათ 29-ში თუ გაქვთ და გეგვილი რომ ჩანიშნოთ აი ეს პლენარული სხდომა, სადაც პლენარული ვერ იქნება, იმიტომ რომ შაბათი არის, სამშაბათი არის პლენარული სხდომა, 29-ში არის საკომიტეტო. 29-ში განსახილველად და რა თქმა უნდა, მომავალ კვირას იქნება განხილვების საკომიტეტო და სასიო განხილვა. უყურეთ, სესია არის სამშაბათს 30-ში, 29-ში ვერ იქნება პლენარული სხდომა. რაც შეეხება 29 აპრილის შეკრებას და ჩვენ ახლა ამ ზუსტად ეს დღეები ვნახეთ ჩვენ საბოლოო ჯამში მივიდნენ რეალურ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და NGO-ების რადიკალური ჯგუფი.
ჩვენ ვნახეთ, თუ ფაქტობრივად უკვე მივიდნენ მთლიანად გვაჩვენებენ თავის სახეს, უკვე ქართულ ხალხს ეძახიან რუსებს. აი ესე ჩვენ ვნახეთ გუშინ რამდენიმე NGO-ს რადიკალური დაჯგუფების, ასე თქვა, ჯგუფის, NGO ჯგუფების განცხადება, რომლებიც ქართულ ხალხს ეძახიან რუსებს და მე კიდე წინთ, რომ ჩვენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართ. აბა ვის ინტერესია ქართულ ხალხს რომ რუსს ეძახის? და იმუქრებიან რომ 29-ში ვინც მოხალთ ყველა რუსები ხართო. ამაზე NGO რო აკეთებს. ხო ამითი აჩვენეს მთლიანად თავისი სახე, რასაც შვებიან და სინამდვილეში ზუსტად ამ NGO-ების უკანად დგანან დონორები, რომელსაც უნდათ რომ ამ NGO-ების ხელით მართონ საქართველოს და სინამდვილეში მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ ქართველი ხალხი და ესეთი ეპითეტებით შეამკონ ქართული ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29-ში ყველა გამოვიდეს, 5-ზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს და ერთხელ და საბუნაუთნოდ თქვა, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ჩვენ ერი, თუ გვინდა ჩვენ რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა NGO-ების ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან უკვე. ამ ეს დღეები, ეს ყველაფერი ჩაივლის და რა თქმა უნდა ამ დონორებთან ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის NGO-ებს და როგორ გვეძახდნენ რუსებს ეს დონორები ამ NGO-ების პირით. ასე რომ რა თქმა უნდა ყველა ამ დონორთან იქნება ეს ორგანიზაცია თუ საელჩო, ყველა ვინც აფინანსებს ამ NGO-ებს, რომლებიც ჩვენ ქართულ ხალხს გვეძახიან რუსებს, ყველა ამ დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგობა და ქართული ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯი. სწორედ ამ NGO-ებზე მაქვს კითხვა, მათ გავრცელეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, თუნდა იმის მერეც კი თუ კანონი იქნება გაწეული. აქვე ჩაგეკითხები, იმიტომ რომ იგივე თემას ეხება ეს შეკითხვა, ვიცით, ესე იგი, NGO-ები სწორედ ამაზე ამბობენ, რომ ისინი იმიტომ ეძახიან რუსებს, თქვენიც, ადამიანებს, რომელიც რუსულია ეს კანონი ერთ-ერთზე კოპირებით გადმოტანილი და რუსული ინტერესების გამტარებელია და ამიტომ გეძახიან რუსული კანონის შემომტან ხელისუფლებას. არა, ეს არის თქვენ NGO-ების პოზიცია ეს არის. ასევე ხალხი, ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში არიან დღეს, რა პასუხს აძლევთ ამათ? უკვე ყველაზე მეტია, რომ ესენი ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ. ბატონ შავა, ისტორია იცით კარგად და წინულეთ. თუ დამისახელებთ რომელიმე ქვეყანას, რომელი ქვეყნის ხელისუფლებაც საკუთარ ხალხს, საკუთარ სტუდენტობას, ახალგაზრდობას კონტრაქციას უწყობს იმის გამო, რომ მათ უკეთესი მომავალი უნდათ, ევროპული სარგებლი, რასაც ქვია ხალხისთვის, ამ სარგებლისთვის იხსოვდნენ და თქვენ ხელისუფლება კონტრაქციას უწყობდეთ. ასეთ ქვეყანას თუ დამისახელებთ. და ჩემი კითხვა დაიკარგა ამ შემთხვევაში და ძალიან გქონდა არასამთავრობოების განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, თუნდაც არ იყოს მიღებული კი ბატონო, რაც შეეხება ზუსტად ამ არასამთავრობო ჯგუფის განცხადება, რომელიც დონორები, რომელიც უკანად დგანან დონორები, რომელთა გამჭვირვალობაზეც არის სინამდვილეში ამ კანონში საუბარი და იმდენად უნდათ რომ დამალონ და ფარულად ხარჯონ თავისი ფული, რომ ამ NGO-ებს ალაპარაკებენ და აძახებინებენ ქართველი ხალხის მიმართ რუსებს. აი ამ წერტილამდე მივიდა ზუსტად ეს უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ ქართულ ხალხს ესხმიან დონორები NGO-ების პირით, რაც არის სირცხვილი საერთო ჯამში და ეს არის ზუსტად ქართულ ხალხზე თავდასხმა. რაც შეეხება განცხადებას, რომ არ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, კიდევ ერთხელ ქართულ ხალხს ეძახიან რუსებს, ხელისუფლებას ეძახიან რუსებს ამ ქართული ხალხის და მაშინ რა ქვეყანაში არიან საერთოდ ვის წარმოადგენენ. ეს არის პრობლემა, რომ მათ ხალხი ხალხად არ მიაჩნიათ, ამ ხალხის ხელისუფლებას არ მიაჩნიათ, ისინი ემსახურებიან საკუთარ დონორების ინტერესებს და არა ქართულ ხალხის ინტერესებს და ხედავთ ჩვენ უკვე თავს ესხმიან ქართულ ხალხს სამარცხვინოდ, რუსებს ეძახიან ქართულ ხალხს. ასე რომ ამ NGO-მა ამ განცხადებით საბოლოო ჯამში ძირი გამოუთხარეს საკუთარ თავის მიმართ ნდობას, იმიტომ საბოლოო ჯამში გაფორმდნენ როგორც უცხო ძალის ინტერესების წარმომადგენლები იმ ხრივ, რომ არ აინტერესებს საერთოდ ქართულ ხალხს არც კი უყურებენ, ერთადერთი არის რომ ერთადერთი ინტერესი, რასაც ისინი ახორციელებენ, არის მათი დონორების ინტერესი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, კიდევ ერთხელ რუსული ძახილი, ეს არის სინამდვილეში გაქცევა. რატომაც გეძახიან გითხარით და თქვენ რა პასუხობთ? იმიტომ რომ სათქმელი, უყურეთ, იმიტომ რომ სინამდვილეში მიზანი არის რომ დამალონ ფინანსები.
ეს არის ზუსტად შავი ფულის დამალვის ტაქტიკა. სხვა მექანიზმი გამჭვირვალობისთვის მოდი გიპასუხოთ. არა. მაგას ვაკეთებ სხვა რამის გარკვევით. ეს არის ტაქტიკა იმისთვის, რომ შავი ფული ტრიალებდეს ქართულ პოლიტიკაში და NGO სექტორში, იმისთვის, რომ დონორებმა NGO-ების ხელით გავლენა მოახდინონ ქართულ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე და ზუსტადაც ხედავთ, რომ ეს მილიონები რაც იხარჯება, ახლა ზუსტად ამ ტაქტიკით, სუფთა სპეცსამსახურების ტაქტიკით, იარლიყების მიკრობით არის ცდილობა, რომ ქართულმა ხალხი დატოვონ ასე ვთქვათ, ამ ცოდნის გარეშე თუ რაში იხარჯება ეს ფული. ამიტომ საბოლოო ჯამში ეს არის მთავარი პრობლემა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი 29-ში გამოვიდეს, ვინც არის ქართველი ხალხი დაინახავს. ეს იქნება პასუხი იმ შავ ფულზე, რომელიც დონორების მხრიდან იხარჯება საქართველოში, ეს იქნება პასუხი იმ NGO-ებისთვის, რომელიც ქართულ ხალხს ეძახიან რუსებს. აი სამარცხვინო განცხადებები რომ მოვისმინეთ ჩვენ გუშინ ოპოზიცია და NGO რომ გაერთიანდნენ და ქართულ ხალხს გვეძახიან რუსებს, აი როგორი რუსები ვართ ნახავთ ყველა 29-ში. ბატონო შალვა, აი შეკრებასთან დაკავშირებით 29-ის შეკრებასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, რატომ საუბრობს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საჯარო ქართველი 29-ში არის ქართული ხალხის შეკრება. და არაფერი კონტრა არ არის, ეს არის ქართველი ხალხის გამოსვლა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, ბიზნესმენიც და საჯარო მოხელეც ყველა გამოვიდეს და საბოლოოდ წერტილი დაუსვათ ყველანაირ მცდელობას, რომ უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო. ეს არის ქართული ხალხის სახელმწიფო, რომელიც იმართება ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით და ის შავი ფული, რომელიც ტრიალებს ახლა არასამთავრობო სექტორში, ეს უნდა დასრულდეს და ქართულ ხალხს უნდა ჰქონდეს მისი ხელისუფლების და ძალაუფლების განხორციელების საშუალება. 29-ში შეკრებაზე, ბოდიში ნატო 29-ში შეკრებაზე წამსვლელი ადამიანები, ძირითადად საჯარო სამსახურში დასაკავებლები, სულ უფრო და უფრო ყოველ დღე ფაქტობრივად საუბრობენ, რომ არის ეს იძულებით აყვანა მათი ამ შეკრებაზე და ასე შემდეგ. არაერთმა მედიამ უკვე გაავრცელა ამის შესახებ ინფორმაცია, მტკიცებულებებით, ექსპერიმენტებით, დარკვევებით ასე შემდეგ. ვიკავშირდებიან ასევე პირადადაც ჩვენს ეთერებშიც, მომავალ გამოშვებებში იხილავთ. მიყავთ თუ არა, რატომ მიყავთ ეს ადამიანები, ესე რა იძულება უნდა, როდესაც შეკრება ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. როდესაც შეკრება ეხება იმას, ვინ მართავს ამ ქვეყანას? ქართველი ხალხი მართავს, თუ უნდა გმართონ სხვებმა. ამას ეხება საკითხი და რა თქმა უნდა, აქ ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე გამოვა რუსთაველზე 29-ში და თავის ატყმის ეტყვის ყველას, ვინც ცდილობს რომ ქვეყანა იმართოს არა ქართული ხალხის მიერ, არამედ სხვადასხვა ჯგუფების მიერ. ეს ნებით კი ბატონო შალვა, მაგრამ ვისაც არ სურს წასვლა და რეალურად ეშინია ვისაც არ სურს, ის არც უნდა მოვიდეს, ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს და ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც სურს რომ ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი და ვისაც სურს რომ ქვეყანაში არ იყოს შავი ფული, ის უნდა მოვიდეს. ვისაც არ სურს სუვერენიტეტი და სურს რომ შავი ფული იყოს, ის გასაგებია რომ არ მოვა და ხედავთ რომ იქ არ იქნებიან ევროპის საბჭო ქვეყნებს კორუფციის შესახებ ანგარიშს. ეს ხდება პირველად საქართველოს ისტორიაში, როცა მთავრობამ იცოდა და არ გაასაჯაროა ეს. აი ეს კვლევა, როგორც ეს კორუფციული მთავრობების, ანუ ითხოვენ ამ შემთხვევაში ხოლმე აპირებ თუ არა გაასაჯაროოთ ეს ანგარიში და გასცეთ პასუხი კონკრეტული ფაქტებით. ვერ გეტყვით მე აზია საუბარი ევროპის საბჭო რაც საჯაროა, ყველაფერი საჯარო არის, არაფერი ევროპარლამენტის კორუფციული ყველა საკითხი. თუ ევროსაბჭო გაასაჯარო, ეს იგი საჯაროა, მაგრამ თქვენ გაასაჯაროთ დამალი და თუ აპირებთ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ საჯარო გამოაქვეყნან კვლევა, მაგრამ ხოდა როგორ ანუ საჯაროა. საჯაროა და როგორ დამალოთ, რასაც საჯაროა? ისაც საჯაროა, როგორ უნდა დავმალოთ, კაცო საჯარო. ბატონო შალვა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად შევება ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ვის ეხება ვის კარგი პასუხობთ. ერთი რომ არ ვიცი რას კვლევაზე საუბრობთ, მეორე თქვენ ამბობთ რომ საჯარო არისო და პრობლემა რაში არის, უბრალოდ მე ამას ვუყურებ. კონკრეტულ პიროვნებებზე, კონკრეტული ინფორმაციით. და კვლევა გამოაქვეყნა და დამატებით რაც კვლევაში იყო, გადმოგეგზავნათ მთავრობას და
ამაზეა საუბარი და არ ვიცი, ანუ საჯაროა თქვენ თვითონ ამბობდა. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად ჩნდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში. რას უკავშირებთ ამას, რა შეიძლება, რა გაგრძელება შეიძლება ამას ჰქონდეს და ისევ სააკაშვილის თემა ერთიან ისის მოწოდება გააკეთა სააკაშვილმა, რომ შეაფასოთ ორივე სააკაშვილს ეხება. ხო, ნუ ეს ერთიანი სია ტექნიკურად ერთიანი იქნება თუ არ იქნება, ხა ამას მე მგონი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობის ფლანგზე არის ერთი გუნდი, რომელიც სტრუქტურულად ხანდახან სხვადასხვა გუნდა წარმოგვიჩნდება ხოლმე, სინამდვილეში ეს ერთი სია და ძალიან კარგია, რომ ამითი თუ ერთი სია იქნება, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება და მოქალაქისთვისაც ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება, ასე რომ შეუერთდნენ ამ მოწოდებას და გააკეთონ ერთიანი სია და ნახავენ რა პასუხისმგებლობა. და რაც შეეხება სააკაშვილის თემას რეზოლუციაში, ამას როგორ შეაფასებდით, ვის ინტერესებში შედის, რა ხდება, იმიტომ რომ ითხოვენ მის გაყვანას საქართველოსთან ჰუმანიტარული მიზნით. ხო, ნუ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, რომელიც სამწუხაროდ, რომელსაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ, მათ შორის ევროპარლამენტში, ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ადამიანს, რომელსაც ანტიდემოკრატიული წამების სისტემა შექმნა, ყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში, ის თავის დროზე სასჯელმისჩილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა და სხვადასხვა ბრიუსელის სხვადასხვა კაბინეტებში იღებდნენ კიდევაც წაახალისეს შემდეგ 2021 წელს შემოპარული იყო გაგვწირეს ქართველი ხალხი ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის შემდეგ ფეხი-ფეხზე გადაიდეს და ეხლა რეზოლუციებით უნდათ რომ დაიხსნან კრიმინალი ციხიდან. ამ დონეზე არის დასული სამწუხარო დღესდღეობით ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა, რომ პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ტრიბუნას, რომელიც მათ აქვს. რა მოლოდინი გაქვს მეორე მოსმენისთვის ამ კანონის მეორე მოსმენის დღისთვის რა მოლოდინები გაქვთ, რა მოხდება? ოპოზიცია თავის გეგმებს არ ამბობს, არ აცხადებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა მოხდება? შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. რა დასაპირისპირებელი რა არის? თუ რა აქვს რაიმე არგუმენტი კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არგუმენტი შეუძლია წარმოადგინო. თუ ვინმე აპირებს ძალადობას, გამოჩნდება თუ მოძალადეები არიან პარლამენტში და სურთ რომ ასე იმოქმედონ, ესეც ხოლმე სახე არის. ევროპის სახელით როცა ძალადობაზე გადადის პოლიტიკოსი, ეს ხა უკვე თავის მხრივ აჩვენებს, რომ საერთოდ არ ესმის რას ნიშნავს ევროპა. აი, ყურეთ, კონგრესმენები აქვეყნებენ სპეციალურ წერილს, სადაც ამბობენ, ანუ შეშფოთებულები არიან იმით, რომ თქვენ, ანუ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, როგორც გითხარით, შეიძლება გადაიხედოს ვიზა ლიბერალიზაცია და ბევრი საკითხი. ხო, და შეჭერდეს გადაიხედოს ვიზა ლიბერალიზაცია, შეჭერდეს ვიზო მიმოსაცია, შეჭერდეს ვიზო ამის ფონზე ისინი ერთ-ერთზე აცხადებენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ამით თავს ესხმიან ხალხს და ასევე წერენ, რომ თავს ესხმიან კიდე ამერიკის ანუ ურთიერთობას აზიანებენ და ყველა პარტნიორს და ასევე კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი ნედი რომელიც თავის დაფინანსებას მალავს საქართველოში. ამიტომ ჩემი აზრით ამ წუხილებს ჯობია რომ იქნება ეს კონგრესი თუ სხვა სტრუქტურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯობია მათ გაასაჯარო უნდა იყვნენ გამჭვირვალე ქართული ხალხის მიმართ. თუ არაფერი არ აქვს დასამალი და თუ კი ის დაფინანსება რომელიც შემოდის არის კეთილშობილური, ის იქნებოდა გამჭვირვალე. რახან იმალება და თან ეს ბოლო პერიოდი აი ამ აჟიოტაჟის ფონზე და მოწოდებების ფონზე, ამ მოწოდებების ნაცვლად და ამ ნერვიულობის ნაცვლად გაასაჯაროონ, რატომ მალავენ იმ ფულს, რომელიც შემოედინება საქართველოში და მერე შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ ხმარდება რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს. აი ბატონ შალვა, საუბარია იმაზე, რომ უფრო ადრე გამოგიგზავნა ევროპის საბჭომ აი ეს კვლევა, ადრე გამოაგზავნეს და ეხა მოკლედ, ამას უზამენ იმ ხელისუფლებებს, რომლებიც კორუფციაში არიან ეჭვმიტანები და არ გაასაჯაროებენ ამაზე. საქართველოს ხელისუფლება გამოგიგზავნეს იცნობთ თუ საერთოდ არ მოგიგზავნეს? საქართველოს ხელისუფლება არის მაგალითი გამჭვირვალობის და NGO სექტორი არის მაგალითი გაუმჭვირვალობის. და ეს არის სწორედ ის აბსურდი, რაშიც დგას ახლა NGO სექტორი და მათ შორის მედია, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ თავად იყვნენ გამჭვირვალეები, აქეთ გაღმა შემოდევების მეთოდი აქვს, როგორც ჩანს ახლა არჩეული, საქართველოს ხელისუფლება ისეთ თავის გამჭვირვალობის დონით ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც შეედრება.
მათ შორის პარლამენტი. პარლამენტის ყველა კომიტეტის ხდომა არის საჯაროდ და ღია, გადაიცემა საჯაროდ და ღია. ნახეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რამდენ პარლამენტში არის კომიტეტების ხდომა ღია. თითზე ჩამოსათვლელი არის ასეთი. ასე რომ საქართველოს სახელმწიფო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას მისცემს მაგალითს გამჭვირვალობისა და ბევრი ჯერ კიდევ უნდა დაგვეწიოს ჩვენ ამ გამჭვირვალობაში. რაც შეეხება NGO სექტორს და მედიას, აი ეს არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ NGO სექტორი ამოვიდეს გამჭვირვალობის იმ დონეზე, სადაც დღეს არის ხელისუფლება. 15 ქვეყანა არის საჭირო იმისთვის, რომ შეუჩერდეს აი ვიზა ლიბერალიზაცია. ქართულ ხალხს, მოგეთ კიდევ ერთხელ, ეს რეზოლუცია არის ეს რეზოლუცია არის თავდასხმა ქართულ ხალხზე და ქართული ხალხის დაშინების ცდილობა. ამიტომ არის 29-ში ქართული ხალხი უნდა გამოვიდეს და ამ დეპუტატებს ევროპარლამენტში უნდა აჩვენოს საქართველოს ქართული ხალხი არავის დაუშინებია და მით უმეტეს ეს რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში ვერ დააშინებს ქართულ ხალხს. და როგორ უნდა რუსის ძახილი ქართული ხალხის მიმართ 29-ში ამ ხმას გაიგებენ ქართული ოპოზიცია, ქართული NGO-ები და მერე დავინახავთ რა ხასიათზე დადგებიან მერე, როდესაც ნახავენ რომ მათი სამარცხვინო საქციელები ქართულ ხალხს გამოდგნენ და რუსებს ეძახიან, ყველას გვეძახიან ჩვენ რუსებს, რამდენიმე ერთი მუჭა NGO და ერთი მუჭა ოპოზიციონერი რუსებს რო ეძახის ქართულ ხალხს, ეს ქართული ხალხი გამოვა სტუდენტიც გამოვა, საჯარო მოხელის გამოვა, ბიზნესმენიც გამოვა, ექიმიც გამოვა, ინჟინერიც გამოვა, მოხუციც, ახალგაზრდაც, ქალიც, კაციც, მთელი საქართველო იქნება იქ. იცით რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ეს ხო სტუდენტობას ხალხს პასუხი არ გაუწია. ასე კონტრაქციას არა, ეს არის საქართველოს ევროპის გზა ჩაიკეტოს. ეს არის ქართული ხალხის, ეს არის ქართული ხალხის თავყრილობა იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტს. თქვენ დაანონსეთ და გამოგყავთ ამას არა თქვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუწოდეთ და გამოვა ქართული ხალხი და ყველას დაანახებს როგორ უნდა ერთი რუსის ძახილი ქართული ხალხის. რამე თუ მოასწავლე ხო